რაც მან ტექსტში იყო, ეგ არის სინამდვილეში მარტივად ახსნადი თუ მაგას თარგმნი ადამიანურ ენაზე, არის დიპლომატიური ენა, სადაც ყველაფერი რაღაც შეფუთული, ლამაზებული, მაგრამ ადამიანურ ენაზე იგი ნიშნავს, რომ მეტად დაძაბეთ რუსეთთან, რაღაცა გააკეთეთ. მოთხოვნა არ ეგეთი რაღაცა გააკეთეთ და მან არის ძალიან მარტივი რამ. დიდი პატივისცემის მიუხედავად უკრაინის მიმართ, მე არც ხერსონი, არც ნიკოლაევი, არც კიევი და არც ოდესა არ მიყვარს ისე როგორც საქართველო. ხო, ეგ ხო ლოგიკურია და ყველა დალაგებულ ადამიანს ეგეთი მიდგომა უნდა ქონდეს. მე რო რუსეთთან მიმართებაში რამის გაკეთება შემეძლოს. მე გავაკეთებდი სამაჩაბლოს ან აფხაზეთის გამო, ხო? რო შეგვეძლოს რამის გაკეთება, რო ძალით შევაცვლევინოთ რუსეთს რაღაცა ტერიტორიაზე თავისი სამხედროების განთავსება, არ განთავსების თემაზე ძალით რამის გაკეთება, რომ შემეძლოს ან ეკონომიკური სანქციებით, ან სამხედრო მოქმედებებით, ან რომ გამოვიდე და დავგმო მაგი რამეს რო ცვლიდეს, მაგას გავაკეთებდი სამაჩაბლოს და აფხაზეთის გამო, ხო? გიჟი ხო არა ვარ, ეხა ჩემი ტერიტორიები დაკარგული მაქვს, რამე შანსი რომ მქონდეს, ეხა მაგაზე ვიმოქმედებდი და არა ხერსონზე, ეხა უკაცრავად რა, ეხა დიდის პატივისცემით მძიმე სიტუაცია მან, მაგრამ ეს ხო ესე უნდა ითქვას პირდაპირ. საქართველოს ეხლა მაგ მიმართებით შეუძლია გააკეთოს სულ სამი რამ. სამი შესაძლო პოზიცია არსებობს. პოზიცია ერთი, რომელსაც ვთხოვენ, რომ შენც აქტიურად ჩაერი ეხლა მაგ ამბავში და როგორც მინიმუმ ეკონომიკური ზიანი მიიღე. საქართველოში ხა კვების პროდუქტების დიდი ნაწილი, ენერგორესურსების საკმაოდ დიდი რაოდენობით, უცხოეთიდან გადმორიცხვები, რომლითაც საქართველოს დიდი ნაწილი საზრდოობს. აი ეს ყველაფერი ხა დაკარგე. შენი თანამომავლები იქ რუსეთში რომ მუშაობენ, შრომობენ, აქედან რომ ვიღაცა მამაძაღლები იმათ რაღაც მოღალატეებად მოიხსენეთ, ჩვეულებრივი ადამიანი იქ რო შრომობს, რავი, მაგრამ დააშავა შენ როგორც პოლიტიკოსმა ვერი ვარგე და კიდე იმას რო რაღაცნაირად მოიხსენე, ხო? აი, ეგ ხალხი ჩააყენე ხა კიდე უფრო ცუდ მდგომარეობაში ქართველებზე აგრესია გამოიწვია, აქ ეკონომიკურ სიტუაციას დედაუტირე, თან რუსეთი მაგას ვერ იგრძნობს. არა შენ გეტყვია რომ აი დემოკრატიის ამბავში რა კარგი კაცი ხარ შენ. ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით გახარ. ეხლა ერთი ეგ ვარიანტია, მეორე ვარიანტი არის რაც საკეთებს ქართული ოცნება რომ მკაფიოდ ქმედებებით არც ერთ მხარეს არ იჭერს და თვითგადარჩენის რეჟიმში არის და ნუ როგორც მინიმუმ მადლობა მაგაზეც კიდე ჯანდაბას და არის მესამე, რასაც ვამბობთ ჩვენ. ჩვენ ვამბობთ რომ სინამდვილეში ეს ამბავი როგორ მორჩება, გასაგებია ახლა უკვე. ეს ამბავი როგორ დამთავრდება გასაგებია და საქართველოს მერე რომ მოადგებიან და მოუტრიალდებიან იქიდან და გკითხავენ რომ ახლა 40 მილიონიანი ქვეყანა რომ გავასწორეთ მიწასთან და საერთოდ ნახევარი მაგ ქვეყნას შევიერთეთ რუსეთში და უკრაინა აღარ არსებობს. რატო? იმიტომ რომ ამბობდნენ რომ ნატოში შედიან. ეხლა შენც ნატოში რო შედიხარ და კონსტიტუციაში რო გიწერია რომ ნატოში შედიხარ, შენ რას აპირებ? და მაგ სიტუაციაში ქართული ოცნების დღევანდელი პოზიცია, რომელიც ხა იმას ნამდვილად ჯობია, რასაც ნაცები აწვევენ, მაგ შემთხვევაში ქართული ოცნების დღევანდელი პოზიციაც იქნება სინამდვილეში არასაკმარისი და დამაზიანებელი. ეხლა სინამდვილეში საქართველოს ინტერესები რაც არის რომ ეხლავე დაიწყოს დიალოგი და ეხლავე უნდა დაიწყოს მანდ იმ შესაძლო ბენეფიტებზე საუბარი, რასაც ჩვენ ჯერ კიდე შეიძლება მივახციოთ, თუ ეხლა დავიწყებთ მოლაპარაკება. მერე მაინც მოგვიწევს მოლაპარაკებები და დაგვაძალებენ და მერე იქნება გვიან. არ შემიძლია არ შევეხო ახლა დაფუძნებული კონსერვატიული პარტიისა და მისი ტელევიზიის ალტ-ინფოს ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. ერთი კითხვა მაქვს მათთან. ხვალ რომ საქართველოს რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში?